მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემი აზრი გამოთქვა გულში და გუშინზე მოვლენებთან დაკავშირებით. ვაში, როდესაც ალაძის ოფისთან მოხდა ის სადისტური, ენით დაუწერელი, არაადამიანური ქცევები ქართული ოცნების მხრიდან, ეს იყო გამოცდა თუ რამდენად მზად არის ერი, რომ ასეთ შემთხვევაში გამოვიდნენ ქუჩაში. ანუ 4 ოქტომბერი დატესტენ ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ვიტო უკვე ცრაში არაფერი არ გააკეთენ, უკვე დატესტენ, შეისწავლენ, რომ ჯერ კიდევ ქართველი ერის სული არაა გატეხილი, ჯერ კიდევ ადამიანები არსებობენ იმ ქვეყანაში, რომლებიცაც არ ეშინიათ და ბოლომდე იბრძოლებენ და არიან თავგამწირული და მე მუხლი მინდა მოვიდრიკო იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გუშინ იყვნენ აქციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდი მას გაგრძელება უნდა მიცემოდა, მე მათ სულს ვენაცვალე და მოვსვიდრეკ მათ წინაშე. მე ვთვლი, რომ ამას უნდა მიექცეს გაგრძელება, არავითარ შემთხვევაში მუხტი აღარ უნდა განელდეს 4 ოქტომბრამდე და ასეთივე აქცია თუ კი ჩატარდება ქუთაისში, ბათუმში და გორში და დიდ ქალაქებში, რუსთავში და ასე შემდეგ. სადაც კი შესაძლებლობებია, სადაც კი ხალხის რესურსი არსებობს, ოფისებთან ასეთივე აქციები თუ ჩატარდება, იქნება ძალიან კარგი და მომგებიანი 4 ოქტომბრის აქციისთვის და მინდა ერთი რამ თქვა. ამ აქციამ, გუშინდელმა აქციამ კიდევ მომცა იმედი, არა მარტო მე, არამედ უამრავ ემიგრანტს, რომ 4-ში იქ ჩასვლა არის აუცილებელი და აუცილებლად ჩამოვალთ ემიგრანტების რაღაც დიდი ნაწილი საქართველოში 4-ისათვის, რათა მივახციოთ გამარჯვებას. და კიდევ ერთს დავამატებ, მინდა მოუწოდო ემიგრაციაში ყოფ ადამიანებს. მიუხედავად ყველაფრისა, ვინ ნაცია, ვინ ქოცია, ვინ იგია, ვინ ეგია, ვინ გეია, ვინ გეი არა, არა აქვს მნიშვნელობა. დავაანონსოთ აუცილებლად ერთი კვირით ადრე 4-მდე დიდი აქცია ყველა ევროპულ ქვეყანაში, ვეცადოთ მაქსიმალურად ბევრ ქალაქში, ერთდროულად 1 საათზე ძალა დავანახოთ საქართველოში ადამიანებს და მივცეთ სტიმული.